GoGatGG.com გზა ჯვარედინი. No, მიხარია შე რომ დაბრუნდი. სახლში დაბრუნება დამარცხებას არ ნიშნავს. არ დაივიწყო. ეს შენი სახლია. იამან. როგორ ხართ? გამარჯობა ბავშვობა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ჩამოვედით. არავინა? ნიგი არ. ალბათ ისვენებს. დღეს ხომ შეყვარებულების დღეა. ნიგი არცაც კი შეყვარებული ხავს. დედა. არც დედაა სახლში. იქნებ მამასთან ერთად ვახშმობს. რატომაც არა? იქნებ რომანტიკული ვახშამი აქვთ. ჯერი ვახშმებენ. შემდეგ მამა რომანტიკულ სიტყვებს ეტყვის და ისიც სიყვარულისგან დადნება. მამა ჯიბეში საჩუქარი უდევს, რომელსაც ბოლოს აჩუქებს. ნეტა უთხრას რომ არ გავშორდეთო. ნედავ. შენიგდებიან და მამა სახლში დაბრუნდება. ასე დროს ძინავს? დედა ჩამოვედით. დედა, ეს რა ჩაიდინე? დედა. რა მოხდა? გოგონება. რა მოხდა, კარგად ხართ? ეგ შენ უნდა კითხო. კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. რა დაგემართა ძვირფასო? რატომ დირი? სარიელი ბოთლი რომ დავინახეთ? ვიფიქრეთ რომ რაღაც დაგემართა. კარზე უზარმაზარი წარწერა ჩამოვკიდე. არ გამაღვიძოთ. არ გინახავთ? არა. მორჩა, ნუ დირი ძვირფასო. კარგად ვარ. ასე რომ დაგინახეთ ძალიან შეგვეშინდა. სამ დღეში ასე მოგენადრეთ. თუ მამა თქვენმა გითხრათ რომ შორდებით. რა? შორდებით? ჯერ მეზობლებს გამოვკითხეთ, შემდეგ სამსახურში წავედით. არავინ არაფერი იცის. ასანს დაურეკეთ. ეს ამბავი ჩვენგან გაიგო. ყველაფერი გასაგებია. დედა შენმა ეს წერილი იმიტომ დატოვა, რომ ჩვენთან დაბრუნებულიყავი, მაგრამ ცხადია რომ უყვარ ხარ. დღეს დილით ველაპარაკე. ყოველ დღე დილას საღამოს ტელეფონით ველაპარაკებოდი, ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ გუშინ საღამოს ტელეფონს დიდი ხანი არ პასუხობდა.
გისმენ შვილო. დედა, გაგაღვიძე? არა უშავს. ტელევიზორთან ჩამძინებია. კარგი, ხელსა შეგიშლი. დაიძინე. დაგირეკე რომ შენი ხმა გამეგონა. დღეს ხომ არ გვილაპარაკია? რადგან დარეკე მითხარი როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? Keyfin yerinde mi? კარგად. აქ ძალიან მაგარია, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ. ხვალ ჩამოვალთ. ვიცი. ჩემზე ნუღელავ. როცა ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვარ. როცა კარგ ხასიათზე ხარ, მეც კარგ ხასიათზე ვარ. კარგი. რამე ჩამოგიტანო? გინდა წაბლი წამოგიღო? Yoldan sana gelirken kestane şeker alayım mı? გმადლობ. თავს გაუფრთხილდი. მეტი არაფერი მინდა. თავს გაუფრთხილდი, ღმერთმა დაგლოცოთ. Allah'a emanet ol. Sen გმადლობ. დედა, შემოსასვლელი კარი კარგად დაკეტე და ისე დაიძინე. კარგი. ღუმელით შეამოწმე. დაელოდე სანამ ჩაქრება. ნუ ნერვიულობ. კოცნი ძვირფასო. ძილინებისა. შენც. იამან. შვილო, ძალიან მიყვარ ხარ. მეც დედა. კარგად. თურმე მემშვიდობებოდა. საკუთარი თავის დადანაშაულება არ გაბედო. დედაშენის შესანიშნავად მესმის. თავიდან როცა ჩვენთან გადმოხვედი, დედაშენმა მითხრა, იამანზე უკვე აღარ ვნერვიულობო. გინდა თქვათ, იმიტომ წავიდა რომ აქ გადმოსულიყავი? ხო, ასეა. ხო, მაგრამ ასე არ წავიდოდა. გამაფრთხილებდა. არა, აქ რაღაც ისე არ არის. თვალებში შევხედვის ეშინოდა. მაგრამ რატომ წავიდა? იამან, ენდერი მართალია. Belli ki annen sen იმიტომ წავიდა რომ ტოზლდერეში არ დარჩენილიყავი. სხვა მიზეზის ძებნა საჭირო არ არის. იმედია. არ გინდა. გთხოვ. rica ederim. დასასვენებლად არ უნდა წავსულიყავი. ყველაფერი სპეციალურად მოაწყო რომ თვითონ წასულიყო. bilmek için yaptı. იამან, დამშვიდი და დაჯექი. როგორ უნდა დამშვიდი? ასე თუ ისე ყველაფერი გავარკვიეთ. მირა? დედაჩემმა სიურპრიზი გაგვიკეთა. სანამ წასული ვიყავით, გაშორდნენ. როცა გავიგეთ, ჩვენც ძალიან გვეწყინა. Biliyor muydunuz? იცოდით? რა თქმა უნდა. ცუდია, როცა ოჯახი ინგრევა. მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეთ. ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ არ ვიცი. მაგრამ მაინც Biliyorduk hatta ama მაინც მგევნეულია მართალი ხარ. იდირე. შვებას იხსნებ. რა დღეში ვართ? დღეს ხომ შეყვარებულების დღეა. სწორედ ამას ნიშნავს ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნა ბავშვობა. რთულ სიტუაციაში ადამიანი ახლობლებს გვერდით უნდა დაუდგეს. ჩემს ფარვანას დაურეკა, ისიც მოვიდეს. ერთად შევიკრიბოთ. რა სიტყვით? შესანიშნავი აზრია. წამოდი რამე მოვამზადოთ. სადღაც რძიანი შოკოლადი მქონდა. bunun içinde en sevdiğimiz aşk filmini აქ წერია იპოვე ჩვენი საყვარელი ფილმი სიყვარულზე. შემდეგ მოვა ბარიში. დისკებში ფილმს იპოვის და მე ახალი მინიშნება. გასაგებია. ყველაფერი მოგიფიქრებია. მართლაც საინტერესო აზრია. მართლა? ხო. მოკლედ, 5 მინიშნება მოვამზადე. ბოლო მინიშნებას კი საძინებელთან მივყავართ. კარგი, ამის გაგონება აღარ მინდა. ეს თქვენი საქმეა. olarak kalsın. Yok არა, მინიშნება საძინებელში დავმალე. იმედია მოეწონება. რა თქმა უნდა მოეწონება. დარწმუნებული ვარ. თორემ გავგიჟდები. სკოლის მოსწავლესავით ხმარ გამომივიდა. არა, რომანტიკა მასა კი არ იცის. თუმცა სკოლის მოსწავლეს კი არა, ალბათ. უფრო ბაღის ბავშვებს შეეფერება. Bize yakışır bir süslemeler olmuş mu?
Bu da senin hediyen. ეს კი შენი იმედია მოგეწონება. გამზე, რა საჭირო იყო? Gamze'ya. Olur mu canım? რა სამოგძვირფასო? ახლა ორი საყვარელი ადამიანი მყავს. არც კი ვიცი რა გითხრა. გახსენი? ხო, გავხსნი. მაპატიე, მერტი რა გავს? სულ დამავიწყდა. ალო, მერტ. 5 წუთში გამოვდივარ. უბრალოდ 2-ში. რა? სახლში ცოტა ხნით შევყომდი, მაგრამ უკვე გამოვდივარ. კარგი, ამიტომ გირეკავ. სახლში გელოდები. კარგი, შეხვედრამდე. შეხვედრამდე. რა უგემოვნოა. გისმენ დუჩა. ალო, ელიუ. ჰალი სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. დედამისი ყველას ურეკავს. Söyleseydiniz. უნდა ეთქვათ, რომ ბოლოს ვიღაც მოხუცთან ნახეს. ძალიან სასაცილოა. თუ დაგირეკეს უთხარი, რომ სხვა ჯგუფთან ერთად მოდის და არ ინერვიულოს. Birazdan dedim. Senin de haberin olsun. ჩემი აზრით ჯობს სიმართლე ვუთხრათ. რამე რომ დაემართოს? Kızın başına bir şey gelir falan. მართალი ხარ, მაგრამ ვერ ვუთხარი, რომ უცნობ მამაკაცთან ერთად წავიდა. Dedim işte. ხო, ასეა. ყველაზე ახლო მეგობარმა გიღალა და თავი დამანები. Ay. დედამისი რატომ უნდა შევაშინოთ? დეიდა აილინი მირეკავს. დუჩე ნახვამდის, უნდა გავთიშო. კარგი ნახვამდის. სახლიდან ვეღარ გავედი. გისმენთ დეიდა აილინ. ელიუ მაპატი რომ გაწუხებ, მაგრამ მინდოდა ჰალეზე მეკითხა. ყველანი ჩამოხვედით, ის კი ჯერ არ დაბრუნებულა. არც ავტობუსში ჩამჯდა რა? არ ჩამოსულა? არც ტელეფონს პასუხობს? არა, ტელეფონი გამორთული აქვს. დუჩემ მითხრა, სხვა ჯგუფთან ერთად წამოვიდაო, მაგრამ იქნებ მანქანა გაუბუჯდათ. არ ვიცი დეიდა აილინ, არ მინახავს. უკაცრავად. ღმერთო. საინტერესოა, ვისთან ერთად არის? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მოიცა ელიუ მგონი ჩამოვიდა. ნახვამდის. კარგი, ნახვამდის. Kızım neredeydin? შვილო, სად იყავი? ვნერვიულობდით. ტელეფონიც გამორთული გაქვს. Hoş geldin. ჯერ მომესალმე. ხედავს სტუმარი ყავს. გამარჯობა, საღამო მშვიდობისა. ეს მამა ჩემია. ეს ტოლგაა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. გამარჯობა, მომიდივარ. გამარჯობა. დედა ჩემია, აილინი. სასიამოვნოა. Annem de çok მისთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. ბოდიშ გიხდით, მეგონა ჰალემ გაგაფრთხილოთ. ჩემს გამო დააგვიანდა. ჯერ ჩემთან შევიარეთ. მობრძანდით. da Tolga'nın fazla vakti yok. ტოლგას დრო არ აქვს. ხვალ ამერიკაში მიემგზავრება, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ მოვიგოთ. გამგზავრებამდე თქვენი გაცნობა მოინდომა. Konuşmak istedi. მართლა? რა სასიამოვნოა. ხო, რადგან ქორწინდებით. რა? ჰალე, შეიძლება ეს ამბავი შესასვლელში თქვა. საოცარი ვინმე ხარ. Sürprizi hemen vermek istedim. გადავწყვიტე სიურპრიზი არ ჩამეშალა. ახლა ხანს მამამისს ველაპარაკე. კლუბში არიან. მეც მოვდივარ. მომბეზრდა აქ წავედით. მივდივართ. სად მიდიხართ? კლუბში. ფილმის ყურებას არ ვაპირებდით? სხვა დროს იყოს. სად მიდიხართ? მოგბეზრდა ასეჯდომა. კლუბში მივდივართ. წვეულებაა. ძმაო, შეყვარებულების დღეა. შეყვარებულების დღეს წვეულებაზე ერთად მიდიხარ? ნახოთ. შეიძლება ვიღაც წავიყვანოთ. კარგი, როგორც გინდათ. ნახვამდის. 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 შეიძლება ჩვენ წამოვიდეთ. დაგირეკავთ, კარგი. ნახვამდის. ბრძოლის ველი ისე დატოვე, გოგონას ვერ გაიარშიყე. შენ წამოხვედი. იქნებ ამ საქციელს დამარცხებას არ ვაღიარებ დავარქვათ. თამაში მივატოვე, მაგრამ შენ წააგე. ახლა იმ ყვავილს სხვა ეფერება. სულ სხვა. ესმის? წატი შენი. თავი დამანები რა.
ბატონო ორგონ, კიდევ ერთი შანსი მომეცით. ხომ იცით, ცუდი განზრახვა არ მქონდა. ის იარაღი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ვიყიდე. ამაშინ უგამრევ, რომ ვცოდნა და ტარების უფლებას არ მოგცემდი. ვიცი, ხომ გეუბნებით, მსგავსი არაფერი გამეორდება. სულ დავიბენი, იამანისა და დედამისის გამო პრობლემა რომ შემექმნა. ახლა ყველაფერი დამთავრდა. როგორც იქნა თავიდან მოვიშორე. ვინ მოიშორე თავიდან? ის ტიპი ისევ ფეხებში გედება? დედამისი წავიდა. სად? არ ვიცი. სანამ იამანი მთაში იყო, ნივთები ჩაალაგა და წავიდა. იამანი დოზლუდერეში მარტო ცხოვრობს? ხო? გამარჯობა. ბატონი ფარუგ ბეილიჯისთვის ყვავილები მოვიტანე. ერთი წუთით? არ დარეკოთ. გამორთქილეს რომ სიურპრიზი იყოს. არ უნდა გაიგოს. მოახლე მაინც უნდა გავაფრთხილოთ, თორემ არ შეკიშვებთ. კარგი. სხვა რა გზა? გისმენთ? ბატონი ფარუკისთვის ყვავილები მოიტანეს. კარგი, შემოუშვით. კარგი, ნახვამდის. მიბრძანდით. მისამართი იცით? მითხეს რომ მისი სახლი ასიმ შეკიპკაიას სახლის პირდაპირ დგას. იქნებ ამიხსნა მეგობარა. პირველი ქუჩაა, ნომერი 1 და 4. ამ ხრიდან უნდა წახვიდე, მაგრამ შორსაა. იქნებ მანქანა გამოვიძახო. არა, პრობლემა არა, ფეხი წავა. როგორც გინდა. მადლობ, ნახვამდის. უკაცრავად ბატონო ფარუქ. მაპატიეთ, მეგონა ჯერ კიდევ სააბაზანოში იყავით. სასეირნოდ ხომ არ წახვალთ? ყველაზე ლამაზი პერანგი მოგიმზადეთ. არსად მივდივარ. ულუდადოში საინტერესო დრო გავატარე. დიდი ხანია ამდენი არ მიმოძრავია. 3 დღეში 3 თვის ენერგია დავხარჯე. ჩემთვის კი ყველაზე შესანიშნავი არდედეგები იყო. ამ არდედეგებს მეც არაფერზე გავცვლიდი. მეგობრებთან ერთად დასასვენებლად თუ მიდიხარ, არდედეგები ბრწყინვალედ გადის. და მაშინვე დაგვივიწყე არა? მაბატია, ასე არ არის. მეგობრებთან ერთად დასვენება ერთია და ოჯახთან ერთად მეორე. ხო. ასია. ძალიან კარგი. ამიერიდან ერთად მხოლოდ ჩვენ დავისვენებთ, არა ძვირფასო. სიამოვნებით. მე თანახმავარ. ზოგჯერ ადამიანი საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს. ეს 3 დღე ჩემთვის დეტოქსი იყო. დედა არ გინდა ტელეფონში მოწყენილი ხმა ქონდა. მოგეჩვენა. ახალმა ცხოვრებამ ენერგია შემადა, თითქოს თავიდან დავიბადე. შესანიშნავია. არ მჯერა. ო, მართლა. ჩემი წყალობით იამანმა სიმაღლის შიში დაძლია. არ ვიცოდი სიმაღლის შიში თუ ქონდა. უბრალოდ საბაგიროთი გავისეირნეთ, მაგრამ სიმაღლის არ მეშინია. ნებსხვენია ძმაო. თან ყოველ სუპერგმირს მცირეოდენი ნაკლი აქვს. გესმის? დამიჯერე. 3 დღის განმავლობაში ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ. ეს ის თქვენი არდადეგები, 2 სიტყვით. ამიტომაც არ გშორდებოდი? სწორედ ამიტომ. უკაცრავად, მაგრამ წუთითაც კი არ მტოვებდით. შეყვარებულების დღესაც ერთად ვართ. შენ არაფერ შუაში ხარ, ეს ბედის წერაა. შენ სურვილებს ყოველთვის პრობლემები მოსდევს. სულაცია. სულ. რა გეგმები გქონდათ? დღეს მირა და იამანს ერთად უნდა ევარშმათ. რესტორანში. ჩემს პარვანასთან ერთად რაღაც გეგმა გქონდა, მაგრამ ბედის წერამ ასე ინება. სიყვარულის დღეს ყველა ერთად ვახშმობთ. წარმოგიდგენიათ? დანაკარგ სავინაზღაურებთ. მთავარია ყველაფერი კარგად იყოს. გეთანხმები. ხო, მაგრამ ამ საღამოს ვიღაც ხომ ბედნიერია.
გემრიელად მიირთვით. გმადლობ. ბატონო ფარუკ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. წყალი მომიტანე. რა თქმა უნდა. გისმენს ედებ. ფარუკ, სასწრაფოდ რესტორანში მოდი. რა იყო? მოხდა რამე? ხო, ჯანდაბა, არ დაიჯერებ, როცა ნახავ. რა მოხდა ედებ? გთხოვ, მოდი, ვიღაცამ ყველაფერი გააფუჭა. რა? ხო, მალე მოდი. პოლიციაში დავრეკავ. არა, არ დარეკო, ჯერ ყველაფერი გავარკვიოთ და მერე. კარგი, მოვდივარ. რა მოხდა? არ ვიცი. წამოყვეთ? რას გულისხმობ აიში? ჯობს საჭესთან არ დაჯდეთ, მანქანას კარგად არ მართავ, მაგრამ ვიცი. რა სიტყვით? არ მინდა, აქვე მივდივარ სანაპიროზე. მალე დაუბრუნდები. უკვე ვივახშმეთ. ახლა რა გავაკეთოთ? მე დასაძინებლად მივდივარ. თქვენი მხიარულეთ. თვალები მეხუჭება. იმ წამლების წყალობით ხომ არა, რომლებიც იმიტომ დალია, რომ სიყვარულის დღე გამოგეტოვებინა. ძალიან სასაცილოა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ენდერ. არაფერს. ადექი ბერენ სახლში წამოდი. დედა, ჯერ ადრეა. ბერენ, საკმარისია. გითხარი წავიდეთ მეთქი. როგორც იქნა, ჰალე დაბრუნებულა. არც ერთ ზღაპარში ბოროტი ჯადოქარი არ მოუტაცებიათ. დედა, ცოტა ხნით დავრჩები. გარგია, ოღონდ ცოტა ხნით. არ ინერვიულად. რა ხდება, რა დაემართათ? არ მჯერა. რა? ჰალემ გადაწყვიტა იმ მოხუც ცოლად გაყვეს. ხო, ბავშვება მეც მომწერეს. რა? ვინ მოხუც? ჰალემ თაში ერთი მამაკაცი გაიცნო და 3 დღე მას მიუძღვნა. მაგრამ 100 წლისაა. მერთო. ელიუ, ნუ ასვიადებ. ძიესელიმ, არც ისეთი მოხუცია. ბავშვებო, ნუ ნერვიულობთ. ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს. ყურადღებას თუ არ მიაქცევთ, გადაიფიქრებს. ასე გონია, იქნებ მართლა გადაწყვიდა. რა მგონია ძვირფასო? ჰალე დედამისია გაბრაზებული და ყველაფერს გააკეთებს იმის. დედამისი ასეთი გაბრაზებული რატომ არის? საიდან უნდა ვიცოდე? ეგ მათი ოჯახური პრობლემებია. ღმერთმა ქნას არაფერი მოხდეს. ხო, ძილინებისა. მირა, მოდი კლუბში წავიდეთ, გავერთობით. არა, ამ საღამოს არ წავალთ. კარგი, როგორც გინდა. ჩვენ ტუჩეს გავუვლით და კლუბში წავალთ, არა? კლუბში მივდივართ? სიყვარულის დღესთან დაკავშირებით წვეულებაა. მართლა? მერტ, ასეთი წვეულება ყოველ წელს ტარდება. არ ვიცოდი. იქ ხომ არასდროს ყოფილვარ. იმიტომ რომ შეყვარებული პირველად გყავს. ხო. თუ მიდიხართ არ დააგვიანოთ. ჩვენ კი რომანტიკული საღამო უნდა გავაგრძელოთ. არა საყვარელა. ეხოცებით ისე მოიქეცით როგორც უფროსებს შეეფერებათ. ეს რა ყოფილა სიყვარულის დღე არა? აბასრაფად წადით. მიდით. ძილინებისა. კარგად დაისვენეთ. შეხვედრამდე. მეორე არ დალიო. არ დავლევ.
რაზე გავჩერდით? რაზე? რთული იყო ჩემთვის აქ დაბრუნება. აქედან მიზანდასახული წავედი. დედა ჩემთან უნდა ყოფილიყავი და მასზე მეზრონა. ამისთვის ყველაფერს აკეთებდი. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთე. ხომ გეუბნებოდი ჩვენს ოჯახში ყველა შეუძლია ნებისმიერ დროს წასვლა. წასვლა იოლია. დაბრუნება რთული. ვინც ის მამა ჩემი სად არის? ახლა კი დედა ჩემიც. როცა გულში მიხუტებ. რაც უნდა ცუდად ვიყო, თავს მაინც კარგად ვგრძნობ. შეშინებულიც რომ ვიყო, აღარ მეშინია. მინდა ყველაფერი დავივიწყო, როცა ჩემს გვერდით ხარ. მინდა მწუხარება გაქრეს, როცა ერთად ვართ. შენ საუკეთესო ხარ ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე შესანიშნავი. სედებ? ხო, მე ვარ. გენაღა მიინფარქტი დამემართა. არც კი ვიცი აქამდე როგორ მოვედი. გეყოფა, ნუ ბრაზობ. სიმართლე რომ ეთქვა, სიურპრიზი ჩაიშლებოდა. მაგრამ ძალიან შემაშინე. მერე რა? ხედავ? შეკვეთა უკვე მოიტანეს და ყველაფერი კარგად არის. შამპანური და უგემრიელესი ვახშამი გვაქვს. თუ უკვე ვახშმე. ჯერ არა. შესანიშნავია. ცუდად ნუ გამიგებ. ეს სიყვარულის დღის გამო არ გამიკეთებია. უბრალოდ ასე მომინდა. ხომ იცი, ზოგჯერ ასეთი რაღაც მემართება ხოლმე. გადავწყვიტე რესტორნის გახსნა მომეწყო. მაგრამ მარტო არ შეიძლება. პარტნიორთან თავს უხერხულად ვიგრძნობდი. შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი მეწყვილე დღეს სავახშმოდ არ წამოვა. ამიტომ სიურპრიზის მოწყობა გადავწყვიტე. დიდი მადლობა. შესანიშნავი სიურპრიზი გამომგივიდა.
ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ რამდენიმე დღის წინ ცოლს გაშორდაო. ცოტა დავიბენი, რადგან ჩემთვის არაფერი გითქვამს. საინტერესოა, შეგეშინდა? გეგონა როგორც კი ამ ამბავს გავიგებდი, მაშინვე გეცემოდი? არა, გასაგებია. მაგრამ მე შემოგთავაზე. ახლა უცოლო ვარ. შენზე რა სიტყვი? რას გულისხმობ? სწორედ იმ ჩიტმა მითხრა, რომ გათხოვილი ხარ. რა მაგარია? პატარა სასახლის გავს. გირა, იქ თხოვ გეყოფა. სასტრაფოდ წადი. კარგი რა, მოიცადე. ბატონი ფარუკი რომ დაბრუნდეს, პრობლემები მექნება. გთხოვ. იქნებ ჩემი დანახვა არ გესიამონა. გირა, ეგ რა შუაშია? არც თქვი რომ გაგიხარდა. რა თქმა უნდა გამიხარდა. მიხარია რომ ციხიდან გამოხვედი. მაგრამ მიკვირს როგორ გაიგე რომ აქ ვარ. დედა ჩემს ელაპარაკე? თვით მკლავს გავარ? მამა შენი სახლის კარტანაც არ მიმიშვებს. იამანის დედა მითხრა. ძალიან თხოვე, შევეცოდე და მითხრა. შენი მისამართი მომცა, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა. თითქოს შეგჭამდი, ღმერთო. თუმცა რატომაც არა. გირა, გამოფხიზლდი. ძალიან მომენადრე. ახლა ბატონი ფარუკი მოვა. კარგი, კარგი. შესანიშნავ ადგილას მოსულ ხარ. კინახა მოვკვდი. რას ამბობ? ამას სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, რამდენს გიხდიან? იქნებ მეც აგვიშოვოს სამსახური. ჯანდება. სხვა გასასვლელი არის? არა, დაიმალე. ან არა, არ გინდა, უარესი იქნება. მაშინვე პრობლემა შექმენი. ხომ გითხარი, არ შემოხვიდე მეთქი. რა ვქნა? დამელოდე. გისმენთ? საღამომშვიდობისა. აქ ყვავილები მოიტანეს, მაგრამ ის ადამიანი ტერიტორიიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა. დიახ, აქ არის. აქ ვარ, აქ. არ ინერვიულად. სახლში რატომ შეხვედით? რატომ? იმიტომ რომ ეს გოგონა ჩემი საცოლია. დიახ, ჩემი საქმროა. ვიფიქრეთ რომ დაიკარგეთ. არა, მაგრამ უკვე მიდის. უკაცრავად. თუ შეიძლება გასასვლელად უნდა მიგაცილა. აიში, ყველაფერზე უნდა დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ. ნომერი შეგიცვლია. მითხარი ახალი ნომერი. ნუ ალოდინებ, მე დაგირეკავ. კარგი. გელოდები დამირეკე. გთხოვთ. კარგი, მოვდივარ მეგობარო. გელოდები. ეს რა წვეულებაა? რას გულისხმობ? არ ვიცი, მუსიკა თითქმის არ ისმის, ყველანის ხედან. იქნებ ადრე მოვედით. აი თავისუფალი მაგიდა. წამოდი დავსხდეთ. კარგი. ედა. მანდ რას აკეთებთ? მოდი, ეგ ერთად დავსხდეთ. ერთი წუთით. ღმერთო, ვის ელაპარაკება? ბურაკიც არ საჩანს. იქნებ მეწყვილეებს ეძებენ. კარგი, მწყურია. რა დავლიოთ? ელიულ, სადმე დიხარ? ეს ადგილი დაკავებულია.
გამარჯობა, მე ნურბენი ვარ. გაგიმარჯოს. გამარჯობა. დაბრძანდით. საღამო მშვიდობისა. ელიულ. უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი ადგილია. სადაც გვინდა იქ არ ვსხდებით. შეგიძლია იქ დაჭდე. ეს სადაც გვინდა იქ არ ვსხდებით თამაშია? Yerim diyorum işte. რა ხდება? აქ რა დაგიკარგავთ? რამე მოიმოქმედე. ჩემს ადგილას დაждდა და არ დგება. გთხოვთ, ადექით. გარუსელს თამაშობთ, რადგან მერტი დაუთმე არ ადგება. ეგრას ნიშნავს. სწრაფა ემას. სამ წუთში მთავრდება და ზარის დარეკვის შემდეგ სხვა ადგილას ჩდები. ადექი მერტ, ადექი, მივდივართ. ადექი. შესანიშნავი სისტემაა, რადგან 3 წუთი გვაქვს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მერტი ვარ. კომიქსები გიყვარს? მითხარი. არ ვიცი, ალბათ მიყვარს. კარგი მერტ, ადექი. 1 წუთით ელიულ. ხო, აქ მეგობარი ვიპოვე. მე შენ გაჩვენებ მეგობარს. ეს რა ადგილია? უკაცრავად, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ეს ბიჭი ჩემთან არის. ნახონდის. გამეხარდა თქვენი გაცნობა. Önüne bak önüne. წადი, დროზე წადი. ელიულ, სად მინიხართ? სამ დღეში რა გადაწყვეტილება მიიღე? შენ რა გაგიჟდი? მითხარი, გაგიჟდი? ხო, მამიკო, შემიყვარდა. შვილო. ამ ბოლო დროს ძალიან მგზნობიარე გახდი, მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. შენ და დედა ჩემი ერთმანეთს რამდენ ხანს ხვდებოდით? უпростоრად, ქორწილამდე რამდენად კარგად იცნობდით ერთმანეთს? მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით. გინდა თქვა, რომ დედა ჩემს კარგად იცნობდი? დიახ. სანამ დავქორწინდებოდით, ერთმანეთს 4 წელი ხვდებოდით. 4 წელი. ასეა დედა? მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სიყვარული მთავრდება. ასეთი მაგალითებიც ვიცით. ბავშვური კაპრიზია. დავინახე, გავიცანი და შემიყვარდა. მივხვდი, რომ მინდა ცოლად გავყვე. ხელიც მთხოვა, ბავშვი აღარ არის. ზრდასრული მამაკაცია. თქვენც ნახეთ და გაიცანით. წესიერი ადამიანია. საიდან იცი? ხო. მართალი ხარ. ადამიანს ამის გაგება არ შეუძლია. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. ვქორწინდებით. მომისმინე? უბრალოდ იმეგობრე. დრო ერთად გავატაროთ ხოლმე. კარგად გაიცანი, ჩვენს გავიცნობთ. რაღაც დრო უნდა გავიდეს. და თუ ნამდვილად გინდა რომ ცოლად გაყვე, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. აილინ, ასე არ არის? ჩუმად რატომ ხარ? ხედავ რა დღეში ჩააგდე. ჰალეკ ხო? ამ ქორწინების წინააღმდეგი არ ვარ. Certainly weaved your magic with that duke on the dance floor. How do I look? Smoldering temptress. Oh, my little strawberry! How could he possibly resist when wobbling you are? Everything! ასეთი დონის დაწესებულება იზმირში ერთადერთი იქნება. გამარჯობა იამან. გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. თავარია დათანხმდე. ნახოთ ღმერთმა ქნას. თავარია მხარი დაგვიჭირო. უფრო მაგარი ადგილი გახდება. დიახ, დიახ. ოჯახებისთვის. აბა რა? იზმირში გაემგზავრა. დედა შენი? ხო. როგორ მიხვდი? რესტორანში შემთხვევით გავიგონე, რომ იზმირში ახალი დაწესებულება იხსნება. ნამდვილად იქ წავიდა, ჩემგანაც შორს არის და სამუშაოც აქვს. ხო, მაგრამ ვიყავით და ვიკითხეთ. ნუ თუ მოგვატყუეს. ახლა იქ მიდიხარ? არა.
სად რეკავ? რესტორანში. გისმენთ? ალო ძმაო, ხომ არ იცით იმ დაწესებულებას რა ქვია, რომელიც იზმირში ახლა იხსნება? ვიცი, რატომ კითხულობთ? მაგიდის შეკვეთა მინდა, ტელეფონის ნომერი მითხარით. კარგი. ოღონდ ჯერ არ გახსნილა. ხუთშაბათს იხსნება. არა უშავს, მაინც მითხარით ნომერი. კარგი, ჩაიწერეთ. მითხარით. დიახ. და კიდევ, რომელი მომღერალი იმღერებს? არ ვიცი, ჯერ არ ვთქვამთ. გასაგებია, გმადლობთ. კარგად ხარ? რაღაც სული მეხუთება, გარეთ ხომ არ გავიდეთ? კარგი. იცი რას გეტყვით? მე რომ არა არ შეყობისთვის მზად იყო. ეჩხობის მიზეზია. სრაფი ფლირტი საჩემო არ არის. შედეგით სახეზია. პარვანა. პარვანა. მეუბნებოდი ადექი მეთქი. ის კი ამბობდა, იმ სულელურ თამაშს თამაშობ და ჰოროსკოპით ტყუპები ვარო. გთხოვ, ასე მომლაპარაკობ. ეგ თამაში საჩემო არ არის. გთხოვ. ასე ნუ ამბობ, საერთოდ ადამიანების ყურადღების მიქცევა გამოხედვის შემიძლია. გესმის? მართლა? თვალებით მონოსხვა? მოდი ამას არწივის მზერის უპირატესობა დავარქვათ. რამდენი წელი გიშველა მაგ მზერამ? შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ ამდენი წელი არავინ მყოლია. გასაგებია? იმიტომ კი არა, რომ ქარიზმა მაკლია. ისევ ის არის. ბურა. ყველგან უნდა გამოყვეს? რა იყო? ნუ თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ. ვარ. სათქმელად იოლია. დაამტკიცე. როგორ? დღეს საღამოს ვინმეს გაიარშიყე. კიდევ რა გინდა? პირდაპირ თქვი რომ შეგეშინდა და არ შეგიძლია. ელიულს ეწყინება. სულაც არა. რატომ უნდა მეწყინოს? რაც გინდა ისქენი. მართლა? მართლა. კარგი. გამარჯობა. 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 ყველაფერი რიგზია? ფსონს ჩამოდით. რა ფსონი? მერდმა გოგონა სავი უნდა მოაწონოს. თანახმა ვარ. მეც. წავედი. წადი. გამარჯობა. გამარჯობა. მარტო ხარ? თავი დამანებე. გთხოვ, არ გამაგდო. ჯერ მომისმინე. კარგი? თავს ნუ მაბეზრებ. რას ამბობ? ეილიულ ბულუტერს იცნობ? ხო. ახლოს ხართ? არა. ერთი წუთით. იცი? ეილიულ ბულუტერის შეყვარებული და უამრავი გოგონას კერპი ვარ. გადავწყვიტე დღეს ვაეჭვიანა. გოგონა კი ვიზეც იეჭვიანებ, შენ იქნები. შენ. მართლა ელიულს ხვდები? ხო, ხო. იქით ნუ იყურები. ყველაფერს მიხვდებიან. აი ეს მესმის გამოუვიდა. ბიჭი დაიღუპა. დაიღუპა, დაიღუპა. ჩუმად, ხელს მიშლით. კარგი? უკეთესი იქნება თუ იდიოტივით არ იცინებ. წავაგე. ყველაფერი მოუყვა. არა, არ მოუყვა. ცხადია მოუყვა. მე შემომხედა. პირდაპირ თქვი რომ ეჭვიანობ. ცეცხლზე ნავთს ნუასხამ. უთხარი რომ უბრალოდ თამაშია. რა თამაში? ჩემთან იმიტომ მოხვედი რომ ითამაშო? არა, რას ამბობ? ჩემო ანგელოზო, შენთან იმიტომ მოვედი რომ აქ ყველაზე ლამაზი ხარ.
თუ ასე ვიცეკვათ. სიამოვნებით ვიცეკვათ. ბურა, სასწრაფოდ უნდა ვიცეკვათ. არა, დღეს დენიზის კავალერი ვარ. შეგიძლია მე მეცეკვა, წამოდი. თავი დამანებე, იდიოტო. და ჩვენ შორის იდიოტი ვინ არის? გაჩუმდი. ისეთ ეს ყველაფერი შენ გამო დაიწყო. ყველას მაგივრად პასუხს შენ აგებ. სჯობს შეყვარებულს მიხედა. ბუშტი. ბუშტი. მირა, გამარჯობა. გამარჯობა. ეს რა არის? მაიმუნია. ნამდვილი მაიმუნი. გამიშვი. თავი დაანებე. მოდი აქ. შეეშვი მეთქი რა გჭირს? მორჩა. რა სისულელეა? ჩემ შეყვარებულს თავი დაანებე. გარეთ გადი. გარეთ. წადი. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი. გარეთ გადი. გარეთ. გარეთ მეთქი. მაპატი, ახლახანს დავშორდით ერთმანეთს. წადი დაამშვიდე. საერთოდ არ თქვენია? შენ ვერ მივხვდი, ასე არ არის. ბამტკივა. კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. ყველას ასე მოუვა, ვინც ჩემთან თამაშს მოინდომებს. ღმერთო, საშინელი სასჯელია. მოდი ჩემთან, მოდი. ჩემ გამო დაზარალდა. არ დავზარალებულ ვარ. უბრალოდ ამას არ ველოდი. დენული არ გაქვთ? მომაქვს. თვალებით მონუსხვა არა? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.